თაბუკაშვილის 50 ნომერში მრავალსართულიანი თანამედროვე სასტუმრო შენდება. 7 წლის წინ აქ საცხოვრებელი კორპუსი იყო, საიდანაც 20-ზე მეტი ოჯახი ხმაურით გაასახლეს. ახალი შენობის იარსახე თბილისელების ნაწილს არ მოსწონს. დამარ ილურიძე დაინტერესდა, ვინ აშენებს სასტუმროს და როგორ დახვდნენ ცხრიანს მშენებლობის ადგილზე. მის და გიორგი ჩიკაშუას სიუჟეტიდან შევიტყობთ. იმ მოტივით, რომ თაბუკაშვილის 50-ში მდებარე შენობა იერსახეს ამახინჯებდა, რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი სახლი დაშალეს. თუმცა ახლა ზუსტად იმავე ადგილას გაცილებით მაღალი სასტუმრო კომპლექსი შენდება. თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები ყოველდღე ადევნებენ თვალს, როგორ იმატებს სართულები, იქ სადაც 7 წლის წინ 12 სართულიანი კორპუსი იდგა. თბილისელების ნაწილს ახალი შენობა არ მოსწონს, მეორე ნაწილი კი ვერ ხსნის, რატომ შეცვალეს ძველი ახლით. არ ვარ და შენობა არაჩვეულებრივი ყოფილი იმელის შენობა. როგორ შეიძლება ასე გაპარტახება ამ შენობის? შენებული იყო, გადასანგრევი იყო ის. ახალი აშენებული სახლი იყო კარგი. თუ დაასანგრევი იყო ის და დაანგრიეს, მაშინ არაფერი აღარ უნდა აშენებულიყო. არ მეკრო ის დასანგრევი არ იყო. ის ამხელა მაინც არ იყო, ის მეგონი უფრო პატარა იყო. მე ვფიქრობ 4-5 სართულიანი ნამდვილად საკმარისია ყოველ შემთხვევაში ამ უბნისთვის. თბილისი კარგავს იერსახეს, აი ცენტრალური უბნები, მე მგონი ჯობია რომ დარჩეს ისტორიულ პარკლებში და ზონებში. თაბუკაშვილის 50 ნომერში საცნობარო დაფაზე ვკითხულობთ, რომ მშენებლობის დამკვეთი შეპესე დაბი გრუპ ჯორჯია. ნებართვა 2013 წელს თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გასცა. მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს. დამატებითი დეტალების გასარკვევად ცხრიანს ადგილზე ასე დახვდნენ. კამერაცადი. ამის შემდეგ აბრაზე მითითებულ ნომერზე ვრეკავთ, თუმცა ოპერატორი გვეუბნება, რომ ასეთი ნომერი არ არის დარეგისტრირებული. მეორე მითითებულ ნომერზე კი ჩვენთან საუბარი არ სურს. 2007 წელს ივლისში ახლადაშენებული კორპუსიდან 20-ზე მეტი ოჯახი ხმაურით გამოასახლეს. მაშინ მერიამ შენობის დაშლის გადაწყვეტილება შენობის არამდგრადობით ახსნა, თუმცა კორპუსი არც ყოფილი პრეზიდენტის არქიტექტურულ გემოვნებაში ჩაჯდა. თუ ვინმე რამეზე უნდა დაუდგას გიგი უგლავას ძეგლი თბილისში არის პირველ რიგში თაბუკაშვილის სახლის დანგრევაზე, სწორადაც ვანგრევდით. აბა შანზელიზეზე აშენეს სახლი ერთ. ჯერ ვინ მიგიშვებს ერთ ქვის თხას ადაგადებები. ამაცილად წავიკითხე ერთი არქიტექტორის საშინელი ლანძღვა ამ ახალი ხიდის, რომელმაც აშენა თაბუკაშვილის სახლი რუსთაველზე დადგა 12 სართულიანი სიმახინჯე. კორპუსის დანგრევიდან მალევე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ეს ტერიტორია კაპიტალ ვასტოკმა $15 მილიონ შეიძინა. ინვესტორი ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავდა. გასახლებული ოჯახები სასამართლო დავების შემდეგ სხვა საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილეს. თბილისის ყოფილი ვიცემერი ამბობს, რომ ახალი შენობა ძველი საცხოვრებელი კორპუსისგან განსხვავებით სტანდარტებს შეესაბამება. თუ საფრთხეს არ შეუქმნის მოქალაქეებს, მათ სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას და არ იქნება ესთეტიურად ისეთი საოცარი სანახავი, როგორც სოკო, ესეთი იყო ეს სახლი, მაშინ რა თქმა უნდა არაფერი არ დაშავდება და მისაღები იქნება. მოქმედი მერი კი ამბობს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას შესაბამისი სამსახური სწავლობს. თუ საკითხი გახდება აქტუალური და საზოგადოებას დაჭერდება ინფორმაცია, თბილისის მერია მზადაა თავისუფლად მიაწოდოს მოქალაქეებს შესაბამისი ინფორმაცია. მოქალაქეების ნაწილის პროტესტის მიუხედავად თანამედროვე არქიტექტურის შემინული სასტუმრო მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან გამოჩნდება, მათ შორის საბჭოთა სიმბოლოებს მიღმა.